ეს უნდა იყოს ყველაზე გრანდიოზული რუსული სამხედრო სანახაობა, უზარმაზარი ძალის დემონსტრირება, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ერთდროულად შურიც არის და შიშიც. მაგრამ ეს ყველაფერი არაფრად იქცა, იარაღი აღარ ჩანს, სუსტი თხოვნაა ცეცხლის შეწყვეტაზე. პუტინის გამარჯვების აღლუმი აღარ იქნება არაფრით მეტი ვიდრე უმნიშვნელო თვითდიდების მარში. დამცირებაა იმ ძლიერისთვის, რომელიც შიშობს, რომ უკრაინა მის აღლუმზე ცეცხლს დაადეხს. პუტინმა უბრალოდ საკუთარი თავი გასცა. რუსეთი აგებს ომს უკრაინაში და ჩვენ მივიღეთ სერიოზული მინიშნება, რომ პუტინიც ასე ფიქრობს, როცა მოსკოვმა 29 აპრილს განცხადება გააკეთა. პუტინმა აირჩია ეს დღე, რომ თავისი ერთ-ერთი თანაშემწის, იური უშაკოვის მეშვეობით გამოეცხადებინა, რომ 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტა იქნება. რატომ ცეცხლის შეწყვეტა? რუსეთს სურს ჩაატაროს თავისი ყოველწლიური გამარჯვების დღის აღლუმი. რაც უნდა ყოფილიყო რუსეთის მიერ მეორე მსოფლიო ომში ნაცისტებზე გამარჯვების აღნიშვნა, ბოლო წლებში პუტინის მიერ გადაიქცა ძალის დემონსტრირების მახინჯმცდელობად. რუსეთის ლიდერს სურს გააგრძელოს მასკარადი. მას სჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, რათა დარწმუნებული იყოს, რომ მის პატარა მუქარის შოუს არაფერი დაემუქრება. და მან ამის მისაღწევად აშეტეშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც კი მიმართა. გაზეთმა პრავდამ გაამჟღავნა, რომ პუტინმა ტრამპს ესაუბრა საათნახევრიან სატელეფონო ზარში, სადაც რუსეთის პრეზიდენტი წუწუნებდა უკრაინის თავდასხმებზე რუსეთის ტერიტორიაზე. შემდეგ პუტინმა თქვა, რომ მას სურს ცეცხლის შეწყვეტა თავისი აღლუმისთვის, რაც აშკარად მცდელობა იყო აშშ-ს ეგონოს თითქოს მას ომის დასრულება უნდა. სინამდვილეში პუტინს ეს არ უნდა, მას უკრაინის ეშინია. მას საშინლად ეშინია, რომ უკრაინა რაკეტებს გაუშვებს მის აღლუმზე, ამიტომ ყველანაირად ცდილობს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას. არსებობს უამრავი მიზეზი, რატომაც პუტინს სჭირდება ომის შეჩერება. სანამ ამ მიზეზებს განვიხილავთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კარგად ხედავს პუტინის მანიპულაციისა და დაყოლიების მცდელობებს. ეს უბრალოდ სასოწარკვეთილებაა რუსეთის ლიდერის მხრიდან, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს ღონისძიება, რომელსაც იყენებს ძლიერი ლიდერის იმიჯის შესანარჩუნებლად. ისინი სურთ, რომ აღლუმი რამდენიმე საათით მშვიდად ჩატარდეს. შემდეგ კი კვლავ განაახლონ შეტევები. ჩვენ არ გვინდა, რომ რაიმე ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის ფედერაციის ტაქტიკურ მოტყუებად გადაიქცეს, განაცხადა ზელენსკიმ მას შემდეგ, რაც პუტინის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. რუსეთი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის განხორციელებისთვის უკრაინისგან არანაირი შეთანხმება არ სჭირდება. პუტინის საყვარელმა პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა 30 აპრილს სწორედ ასე განაცხადა. ეს არის რუსეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება და ის შესრულდება. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა ელოდებოდა მსგავს რეაქციას კიევის რეჟიმისგან შესაბამისი განზრახვების სახით. ჯერჯერობით ასეთი არაფერი ყოფილა. ტიპიური თამაშები რუსეთისგან, რომელიც დამცირებას მალავს იმით, რომ უკრაინას ადანაშაულებს. ეს ყველაფერი არ ხდება იმიტომ, რომ პუტინს ნამდვილად სურს ცეცხლის შეწყვეტა. პუტინი შეშინებულია. მან იცის, რომ უკრაინას აქვს შესაძლებლობა დაარტყას მოსკოვს და ამ შესაძლებლობას შეიძლება გამოიყენოს მისი გამარჯვების დღის აღლუმის დროს. ამასთან ერთად რუსეთს კიდევ უფრო ბოროტი მიზეზები აქვს, რომ ამ აღლუმისთვის ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. მაგრამ ახლა თქვენგან ისინი, ვისაც კარგი მიმეხსიერება გაქვთ, შეიძლება უკვე 2025 წელს იხსენებდეთ. გასული წლის გამარჯვების დღის აღლუმის წინ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მსგავსი განცხადებები გააკეთა, რადგან კვლავაც სასოწარკვეთილად ცდილობდა თავისი ძვირფასი აღლუმის თავდასხმისგან დაცვას. 2025-ის გამოძახილი. ისმის პუტინის 2026 წლის მოთხოვნებში, მაგრამ წელს გამარჯვების დღე რაღაცით განსხვავებულია. 2025 წელს პუტინმა მართლაც შეძლების დაგვარად გრანდიოზული სანახაობა მოაწყო, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში განადგურებას განიცდიდა. გამარჯვების დღის აღლუმის 80 წლის თავზე პუტინმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრები მოიწვია. ისინი, ვინც მზად იყვნენ რუსეთთან ერთად სცენა გაეზიარებინათ, მოიცავდნენ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, რომელიც 27 მსოფლიო ლიდერს შორის მთავარი ფიგურა იყო, ვისაც რუსეთი ღონისძიებაზე მასპინძლობდა. ასეთი მნიშვნელოვანი იუბილე რუსეთმა ყველა შესაძლო ძალა გამოიყენა, რათა აღლუმი დაუვიწყარი გაეხადა. რუსეთმა 2025 წელს შეძლო დაახლოებით 150 სამხედრო მანქანის, მათ შორის ტანკების, ჩვენება. ეს გასაკვირი იყო, რადგან ტანკები წინა 2 წლის აღლუმზე არ გამოჩენილან. ისინი უკრაინაში ნაწილებად ნადგურდებოდნენ. მაგრამ პუტინმა მოახერხა 2025 წლის აღლუმზე გამოეყვანა ტანკები, რომელთა უკრაინაში გაგზავნისაც ძალიან ეშინოდა. ასევე 11,000 ჯარისკაცი, რომლებიც ალბათ ბედნიერები იყვნენ, რომ ერთი დღით მაინც დაისვენეს, სანამ გარდაუვალად უკრაინის სასიკვდილო ზონებში მოსაკლავად გაგზავნიდნენ. 2025 წლის გამარჯვების დღე რუსეთის სამხედრო ძლიერების ყველაზე შთამბეჭდავი დემონსტრაცია სულაც არ ყოფილა, მაგრამ მსოფლიო ლიდერების, ჯარისკაცებისა და გარკვეული ტექნიკის ყოფნა მაინც შექმნა ილუზია, თითქოს რუსეთს გლობალურ არენაზე რაღაც ძალა და გავლენა ჰქონდა. შემდეგ მივდივართ 2026 წლის აღლუმზე და ყველაფერი შეცვლილია.
პუტინი ისევ ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას, ზუსტად ისე, როგორც 2025 წელს. ხოლო ამჯერად რუსეთის ლიდერს გვერდით აღარ ყავს მაღალი რანგის სტუმრების ჯგუფი, რომელსაც უკრაინული თავდასხმისგან ფარად გამოიყენებდა. მიზეზის ნაწილი, რატომაც სი და მისნაირები რუსეთში იმყოფებოდნენ 2025 წლის გამარჯვების დღეს, იყო ის, რომ პუტინმა იცოდა, უკრაინა არ გარისკავდა თავდასხმას და მათ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის გაღვივება სხვა ქვეყანასთან. მაგრამ 2026 წელს სავარაუდოდ არ იქნებიან მნიშვნელოვანი მსოფლიო ლიდერები. პუტინი მარტო დარჩა. და რაც კიდევ უფრო ანძიმებს მდგომარეობას, რუსეთის პრეზიდენტისთვის მის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტა არ იცავს ისეთ შედარებით დიდ აღლუმს, როგორც 2025 წელს ვიხილეთ. ის პრაქტიკულად არაფერს იცავს. რუსეთს ძლივს ექნება რამე საჩვენებელი 2026 წლის გამარჯვების დღისთვის. Reuters-ი უცხება, რომ 2026 წლის გამარჯვების დღეს რუსული იარაღი საერთოდ არ იქნება გზებზე. ჩვენ არ ვიხილავთ ტანკებს და ჯავშან მანქანებს მოსკებს მოსკოვის ქუჩებში. საარტილერიო დანაყოფები და საჰაერო თავდაცვის სისტემებიც არ იქნება საჩვენებლად გამოფენილი. არც კი იმ კონტინენტთა შორის ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც წინა წლებში რუსეთმა წარმოადგინა, წელს ვეღარ ვიხილავთ. ჟურნალი The National Interest აღნიშნავს, რომ რუსეთი ასევე არ გაგზავნის სამხედრო სასწავლებლების ან მსგავსი დაწესებულებების კურსანტებს აღლუმში მასშირებისთვის. და ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენი რეალური რუსი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. ერთადერთი რასაც ყველა ელოდება არის ის, რომ რამდენიმე რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩაატარებს საჩვენებელ გადაფრენას. ეს უნდა იყოს რუსეთის სამხედრო ძალის დემონსტრირება, მაგრამ პუტინი არ აპირებს საჩვენოს არაფერი, რაც რუსეთმა თავად დაამზადა. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს პუტინისთვის მრავალ დონეზე დამცირებაა. პირველ რიგში მას მოუწია ზავის თხოვნა, იმდენად რომ ტრამპსაც კი ესაუბრა. სასოწარკვეთილ მცდელობაში დაერწმუნებინა აშშშ, ზეწოლა მოეხდინა უკრაინაზე, რათა არ დაესხათ თავს მის საწოდავ აღლუმზე. მეორეც, დაფიქრდით, რას უნდა ნიშნავდეს გამარჯვების დღის აღლუმი რუსეთში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა რუსეთის სამხედრო კალენდარში. დღე, როდესაც აღიანი ნიშნება ეპოქა, როცა რუსეთი ნამდვილ უბედურებას ებრძოდა და გამარჯვებული გამოვიდა. დიახ, პუტინმა წლების განმავლობაში საკუთარი მიზნებისთვის დაამახინჯა ეს აღლუმი. ეს აღლუმი ისეთივე ძალის დემონსტრაციად იქცა, როგორც სხვა რამ, მაგრამ მას მაინც აქვს სიმბოლური მნიშვნელობა და განკუთვნილია, რომ იყოს სანახაობრივი. ახლა რა არის ეს? რამდენიმე თვითმფრინავი გადაუფრენს და რამდენიმე ჯარისკაცი სევდიანად მიაბიჯებს, ხოლო პუტინი ან მისი ორეული ჩუმად უყურებს. ეს არ არის ის ძლიერი რუსეთი, რომლის ჩვენებაც პუტინს სურს. ეს არის მარცხის აღიარება. ეს არის პუტინის სიგნალი, რომ მისი ხანგრძლივი და მტკივნეული უკრაინაში შეჭრა რუსეთს იმდენად ძვირი დაუჯდა, რომ უბრალოდ აღარ შეუძლია იმგვარი აღლუმის ჩატარება, როგორიც გამარჯვების დღისთვის უნდა გაიმართოს. რაც აქ ხდება ძალიან მნიშვნელოვანია. 2026 წლის გამარჯვების დღე იქნება პირველი შემთხვევა თითქმის 200 წლეულის განმავლობაში, როდესაც სამხედრო ტექნიკა მოსკოვის წითელ მოედანზე აღარ გაივლის. 18 წლის წინ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. აღლუმი ნაცისტებზე გამარჯვების აღსანიშნავად ტარდებოდა და არა ძალის დემონსტრირებისთვის. მხოლოდ 2008 წლიდან დაიწყო პუტინმა სამხედრო ტექნიკის გამოფენა აღლუმზე. ახლა 18 წლის შემდეგ ტექნიკა აღლუმიდან ამოღებულია. ამისთვის უამრავი მიზეზი არსებობს, მაგრამ სანამ დეტალურად განვიხილავთ თითოეულ მათგანს, რაც კიდევ უფრო აჩვენებს პუტინის დამცირებას, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ახლა იდეალური დროა დააჭიროთ ღილაკს, რომ არასდროს გამოტოვოთ ჩვენი ანალიზი უკრაინის ომზე. მაშ პუტინის საწოდავი აღლუმი. რატომ იქცა ის აბსოლუტურ არაფრად, რომელსაც რუსეთი 9 მაისს აპირებს წარმოაჩინოს? პუტინის პროპაგანდისტები ყველაფრის ახსნას ცდილობენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ მიმდინარე ოპერატიული ვითარებაა მიზეზი, რის გამოც რუსული სამხედრო ტექნიკა გამარჯვების დღის 2026 წლის აღლუმზე წარმოდგენილი არ იქნება. ეს დაახლოებით ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ტექნიკა უკრაინაში ნადგურდება და ჩვენ აღარაფერი დაგვჭა საჩვენებლად. თუმცა პესკოვიც გამოჩნდა და ისეთი თავხედური საბაბი მოიფიქრა, რომ ძნელად დასაჯერებელია. კიევის რეჟიმი, რომელიც ყოველდღე კარგავს პოზიციებს ბრძოლის ველზე, ახლა სრულმასშტაბიან ტერორისტულ საქმიანობას ეწევა და ამიტომ ყველა ზომა მიიღება საფრთხის მინიმიზაციისთვის. პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, როცა პარადზე კითხეს: მართლა პესკოვ, შენ მართლა ტერორიზმის თემაზე გადადიხარ შენი გამართლებებით? უკრაინა არ არის ის ქვეყანა, რომელიც 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად ესხმოდა მშვიდობიან მოსახლეობას. ეს იყო რუსეთის სტრატეგია პუტინის შეჭრის დასაწყისიდანვე. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 31 მარტამდე უკრაინაში 15578 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ყოველწლიურად დაახლოებით 3800 მშვიდობიან მოქალაქეს ანადგურებს თავისი მუდმივი თავდასხმებით. ამავე პერიოდში კიდევ 40352 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, რაც წელიწადში დაახლოებით 10800 შეადგენს. და მაინც პუტინი თავისი საყვარელი პროპაგანდისტის მეშვეობით ცდილობს დააბრალოს თითქოს ტერორისტულ თავდასხმებს უკრაინა ახორციელებს. რეალობა ისაა, რომ უკვე 4 წელია, რაც რუსეთი უკრაინას ტერორიზებს. ეს ტერორი ბოლო კვირებში კიდევ უფრო გამძაფრდა.
24 მარტს ატლანტიკური საბჭო იტყობინებოდა, რომ რუსეთმა განზრახ დაბომბა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი ლვოვში, რომელიც ყველაზე დასავლეთით მდებარე დიდი უკრაინული ქალაქია. ლვოვი ფრონტის ხაზზე არ არის, ის ახლოსაც კი არ არის. მიუხედავად ამისა, რუსეთმა მიზანში ამოიღო მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი, ხოლო იმისთვის, რომ დათესოს ის შიში, რომელსაც პესკოვი ამტკიცებს, თითქოს უკრაინა ცდილობს რუსეთს მიაყენოს გამარჯვების დღის დროს. რუსეთის ტყუილები გამჭვირვალეა. ხოლო მაქცობა აშკარა. პესკოვის კომენტარებში ვხედავთ სუსტ მცდელობას, მიანიშნოს თითქოს უკრაინა გამარჯვების დღის აღლუმზე თავდასხმას გეგმავს მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად და არა რუსული სამხედრო ტექნიკის გასანადგურებლად. ეს განცხადება ბოროტი განზრახვით გეცდება. რუსეთი აქ რაღაცას ამზადებს და მალე გავამხელთ რა არის ეს. მაგრამ თუნდაც ცრუ განცხადებები თითქოს უკრაინა რუს მშვიდობიან მოსახლეობას დაესმება თავს, ბევრად მეც გვეუბნება ვიდრე პუტინს სურს. პესკოვის სიტყვებში დამალულია აღიარება, რომელიც პუტინს არ უნდა რომ სოფლიოს გააგებინოს. უკრაინას შეუძლია მოსკოვს დაარტყას და რუსეთს ამაზე არაფრის გაკეთება არ შეუძლია. 4 წლიანი ბრძოლის შემდეგ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია გაძლიერდა, შექმნა იარაღი, რომელიც იდეალურად აერთიანებს მანძილსა და ცეცხლის ძალას, რათა გაანადგუროს სამხედრო ტექნიკა, რომელსაც პუტინი ჩვეულებრივ მოსკოვის ქუჩებში გაიყვანდა გამარჯვების დღის აღლუმისთვის. Firepoint-ის FP5 Flamingo და უფრო ახალი FP9 ორივე ამის იდეალური მაგალითებია. FP9 ყოველდღიურად უახლოვდება ტესტირების ფაზის დასრულებას და ძალიან მომაკვდინებლად გამოიყურება. რუსეთის ისკანდერის ბალისტიკურ რაკეტებზე უფრო დიდი FP9 არის ადგილობრივი წარმოების ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც აქვს 850 კი 855 კილომეტრის, ანუ დაახლოებით 530 მილის სიშორე და საბრძოლო ნაწილი, რომელიც შეიცავს 800 კილოგრამიან, ანუ 1760 ფუნტიან ასაფეთქებელ ძალას. შეიძლება რუსეთს აშინებდეს, რომ უკრაინა 2026 წლის გამარჯვების დღეს ამ მომაკვდინებელი ახალი იარაღის დემონსტრირებას მოახდენს. ალბათ, მაგრამ თუნდაც უკრაინას 9 მაისისთვის FP9 მზად არ კონდეს, მას აქვს Flamingo. დრონ რაკეტის ჰიბრიდი Flamingo შეუძლია იფრინოს 3000 კილომეტრამდე, ანუ ოდნავ მეტი ვიდრე 1860 მილი და მას აქვს 1100 კილოგრამიანი, ანუ 2425 ფუნტიანი საბრძოლო ქობინი. ის არ არის ისეთი სწრაფი, როგორც FP9, რადგან ბალისტიკური რაკეტა არ არის, მაგრამ მას მასიურად აწარმოებენ, შეუძლია საკმარისად შორს გაფრენა მოსკოვის დასარტყმელად და უკვე გამოყენებულია სამიზნეების დასარტყმელად. ხმელად მაგალითად ისკანდერის რაკეტების საწარმოო ობიექტზე რუსეთის ქალაქ ვოდკინსკში, ასე რომ უკრაინას შეუძლია მოსკოვზე დარტყმა. თუ მოისურვებს 2026 წლის გამარჯვების დღეს. თუმცა სამხედრო ტექნიკის ამოღება იმ აღლუმიდან და პესკოვის კომენტარები უკრაინის თავდასხმის დაგეგმვაზე სხვა რამეს გვეუბნება. საუბარი მხოლოდ იმაზე არ არის, რომ უკრაინას შეუძლია მოსკოვზე დარტყმა, არამედ იმაზე, რომ რუსეთი აშკარად არ არის დარწმუნებული თავის საჰაერო თავდაცვის სისტემებში, რომ ასეთი დარტყმა შეაჩეროს. რუსეთს მოსკოვში განლაგებული აქვს S-300 და S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა დაიცვას ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი. ეს სისტემები განსაკუთრებით ხშირია იქ, სადაც პუტინი იმყოფება, ასე რომ უნდა წარმოიდგინოთ, რომ ისინი განთავსებული იქნება ყოველი იმ ქუჩის მახლობლად, სადაც 2026 წლის გამარჯვების დღის აღლუმი ჩაივლის. და მაინც რუსეთმა სამხედრო ტექნიკა ამ აღლუმიდან ამოიღო. ეს პუტინის აღიარებაა. უკრაინას შეუძლია მოსკოვზე დარტყმა და რუსეთს დარწმუნებული არ არის, რომ შეძლებს თავისი აღლუმის დაცვას. უკრაინის განვითარებადი შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობების სერიოზული პრობლემაა და ისინი საკმარისია იმისთვის, რომ გამოიწვიოს ის, რასაც პუტინის აღლუმზე ვხედავთ. მაგრამ ამ პრობლემის უკან კიდევ ერთი სერიოზული საკითხი დგას, რომელიც ასევე აჩვენებს, რამდენად ცუდად მიდის ომი უკრაინაში რუსეთისთვის. საკითხი მხოლოდ ის არ არის, რომ რუსეთს თავისი ტექნიკის დაცვა სურს. 2026 წლის გამარჯვების დღის აღლუმზე სამხედრო ტექნიკა აღარ იქნება, რადგან რუსეთს უბრალოდ არაფრის დათმობა არ შეუძლია თავისი გრანდიოზული სანახაობისთვის. ყოფილი გამოსვლების ტექსტების ავტორი პუტინისთვის და ახლა კრემლის მრავალი ყოფილი მოკავშირის შორის, რომლებსაც უცხოელი აგენტის სტატუსი მიენიჭათ. აბას კალიამოვი პუტინის გადაწყვეტილების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსია. შეეშინდათ აჯანყების, თუ მთელი ტექნიკა უკრაინაში დაიწვა, იკითხა გალიამოვმა. მართლა ბრძოლის ველზე ზეწოლა რუსეთზე იზრდება, რადგან მან მილიარდობით სამხედრო მარაგი დახარჯა თავისი წარუმატებელი შეჭრის დროს. უკრაინის ინფორმაციით რუსეთმა თითქმის 12000 ტანკი, დაახლოებით 24000 ჯავშანმანქანა, 41000-ზე მეტი საარტილერიო სისტემა და კიდევ ათასობით სხვადასხვა ტექნიკა დაკარგა, მათ შორის რაკეტები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, გემები და თვითმფრინავები. უკრაინის თქმით, ამ ყველაფრის დაკარგული ტექნიკის საერთო ღირებულება დაახლოებით 142.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ყველაფერი ტექნიკა უნდა ჩანაცვლდეს. ტანკები და რაკეტები, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში უნდა გაევლოთ, ამას ვერ ახერხებენ, რადგან ისინი უკრაინაში იგზავნება. რაც აქ ვხედავთ, რაც ფაქტობრივად გამარჯვების დღის აღლუმის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების გაუქმებას ნიშნავს, რუსეთის კიდევ ერთი აღიარებაა. ეს მხოლოდ შიში არ არის, რომ უკრაინა დარტყმას მიაღენებს. რუსეთი იმდენი ტექნიკის დაკარგვით დამცირდა, რომ ვეღარ ახერხებს რომელიმე მათგანის დაუცველად დატოვებას. გახსოვდეთ, აღლუმები ჰაერიდან არ ჩნდება, ისინი უნდა მომზადდეს და დაიდგას. რაც არ უნდა, ცოტა ტექნიკა შეიძლებოდა მოსკოვში ჩასულიყო, ის წინასწარ უნდა შეგროვდეს, რაც მას უკრაინის დრონებისა და ახალი თაობის ბალისტიკური რაკეტებისთვის მთავარ სამიზნედ აქცევს.
კოლონებს უნდა გააჩერონ და ივარჯიშონ. მსგავსი რამის მცდელობაც კი აჩვენებს რამდენად დასუსტდა რუსეთის სამხედრო ძალა ტექნიკის მხრივ. და თუ უკრაინა მოახერხებს რეპეტიციის დროს დარტყმას, გამარჯვების დღეს სწორედ უკრაინის ხელით გაუქმდება. პუტინი უბრალოდ ცდილობს ამ პრობლემას წინასწარ გაუმკლავდეს. ის სუსტად ეჭიდება იმ მცირე კონტროლსაც კი, რაც ჯერ კიდევ დარჩა გამარჯვების დღის სიტუაციაზე. მაგრამ დაუშვათ ერთი წუთით, რომ რუსეთს მართლაც ჰქონდა რამე საჩვენებელი. მაინც შეიძლებოდა, რომ ტექნიკა მოსკოვის ქუჩებზე არ გამოეყვანათ, რადგან გამარჯვების დღის აღლუმი პუტინის დროს მდიდრული სანახაობა. აღლუმი გადაიქცა პუტინისა და მისი ძალაუფლების მთელი დღის დღესასწაულად და ასეთი შოუები ფულს მოითხოვს. რუსეთს ფინანსური თვალსაზრისით საქმე კარგად არ აქვს. უკრაინაში 4 წელზე მეტი ხნის ომმა რუსული ეკონომიკა დაანგრია. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, ანუ MŠP, 2026 წლის პირველი კვარტლისთვის 0.3%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით. მაშინ 2025 წელს უკვე სტაგნაცია იყო. სამრეწველო წარმოებაც კლებულობს, რადგან პუტინის სამხედროზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა რუსეთში ყველა არამხედრულ ინდუსტრიას ანადგურებს. საკვების ფასები უკონტროლოდ იზრდება და რუსი ხალხი ცხოვრების ხარჯების კრიზისს ებრძვის, რომლის მიზეზიც პირდაპირ უკავშირდება იმას, თუ რა დაუჯდა რუსეთს უკრაინაში შეჭრა. პუტინს ახლა მდიდრული აღლუმის ფუფუნება არ აქვს, არც პირდაპირი და არც გადატანითი მნიშვნელობით. თუ ის ფულს ფლანგავს გამარჯვების დღეზე, მას უამრავი ადამიანი ჰკითხავს, რატომ ვერ ყიდულობენ ისინი იმ აუცილებელ პროდუქტებს, რაც გადარჩენისთვის ჭირდებათ. ცეცხლის შეწყვეტის თხოვნა ვერ შეაჩერებს იმ დამცირებას, რაც მოდის. თუნდაც გამარჯვების აღლუმი უპრობლემოდ ჩატარდეს, ეს იქნება უბადრუგი, სარიელი სანახაობა, იმასთან შედარებით, რასაც პუტინი წარსულში აწყობდა. მაგრამ აქ შეიძლება უფრო ბნელი ფაქტორი ჩაერთოს, რამაც შეიძლება ყველა მოუმზადებელი დაიჯიროს. რუსეთს შეიძლება იმედი კონდეს რაღაცაზე, რაც ყოველგვარ ზვარს ცდება და ამას ხედავთ პესკოვის კომენტარებში, სადაც ის ამტკიცებს, თითქოს უკრაინა ტერორიზებს რუსეთს. დაფიქრდით ამაზე. 9 მაისს მოსკოვში არ იქნება სამხედრო ტექნიკა, მაგრამ ქალაქში იქნებიან ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც თვლიან, რომ ქუჩებში უნდა დადგნენ, რათა პუტინის უზარმაზარი ეგო მოეფერონ. მაშინაც კი, როცა ის ვერ ახერხებს ისეთი აღლუმის ჩატარებას, რომელიც მის ხალხს აგრძნობინებდა, რომ მათი ქვეყანა ძლიერია. რუსეთს იცის, რომ ხალხი ეყოლება, თუნდაც ძალა არ ქონდეს და შეიძლება უბრალოდ იმედოვნებს, რომ უკრაინის დღეს დარტყმას მიაყენებს, რაც მშვიდობიან მოქალაქეებს იმსხვერპლებს. რუსეთი შეიძლება უკრაინისთვის მახეს აწობდეს იმ იმედით, რომ ის 9 მაისს მოსკოვზე რაკეტებს ან დრონებს გაუშვებს. თუ ეს მოხდება და მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდებიან, პუტინი შეძლებს მიუთითოს თითქოს დაარსებულ მტკიცებულებაზე, რომ აგრესორი ქვეყანა უკრაინაა. ის ამ შემთხვევას ბერკეტად გამოიყენებს, როცა შეეცდება უკრაინაზე ზეწოლას, რათა რუსეთს მისცეს ის, რაც სურს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ის ასევე შეეცდება ამ შემთხვევის გამოყენებას სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით კი აშერეშის მანიპულირებისთვის, რათა ისინი თავის მხარეს გადაიყვანოს. შეიძლება რუსეთი სატყუ არ ასაგებს, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინა მასზე არ წამოეგება. რადგან სამხედრო ობიექტები დასარტყმელად არ არსებობს, უკრაინა სავარაუდოდ გამარჯვების დღის აღლუმს ხელუხლებელს დატოვებს, რათა ის დარჩეს პუტინის არაკომპეტენტურობის სევდიან მონუმენტად, რადაც ის იქცევა. და რატო უნდა დაესხას უკრაინა თავს სამიზნეს, რომელსაც სამხედრო მნიშვნელობა არ აქვს? ის ძალიან დაკავებულია რუსული ტექნიკის განადგურებით სხვა ადგილებში. უკვე ნახეთ, რამდენი რუსული ტექნიკა დაიცვა უკრაინის წინააღმდეგ ომში. უახლეს პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ მაისის დასაწყისამდე უკრაინამ გაანადგურა რუსეთის 1300 სახმელეთო რობოტული სისტემა. მხოლოდ 2 მაისს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე დაკარგა 66 საარტილერიო სისტემა, 283 მანქანა და საწვავის ცისტერნა, 2200 დრონი და 12 სახმელეთო რობოტი. და 1 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ დრონით დაარტყა რუსეთის შარგოლის ავიაბაზას, რის შედეგადაც დაზიანდა 4 თვითმფრინავი, მათ შორის Su-47 და Su-34 ტიპის გამანადგურებლები. რაც შეეხება უკრაინას, პუტინს შეუძლია თავისი სამარცხვინოდ მცირე გამარჯვების დღის აღლუმი ჩაატაროს. მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს შეინარჩუნოს ის, რაც მისივე ეგოს მონუმენტად იქცა, უკრაინა მაინც გააგრძელებს რუსეთის ტექნიკის განადგურებას. ის ამას გააკეთებს უკრაინაში და რუსეთის სხვა ადგილებში, ვიდრე მოსკოვის ქუჩებში 9 მაისს. და თუ მართლა სურს გამარჯვების დღის ქაოსის შექმნა, უკრაინას შეუძლია გამოიყენოს გენიალური ახალი იარაღი, რომელიც არ კლავს, მაგრამ პუტინის აღლუმს ქაოსს მოუტანს. ეს იარაღი საოცრად მარტივია, უკვე გამოიყენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აქვს პოტენციალი მოსკოვი ქვის ხანაში დააბრუნოს. გაიგეთ რა არის ეს და რატო არის ასე მნიშვნელოვანი უკრაინისთვის ჩვენი ვიდეოს ხურებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი შემდეგი მასალები. და მადლობა როგორც ყოველთვის, ხურებისთვის.